რა ინფორმაციაზე დაყრდნობით დაიწყო შტატების პრეზიდენტმა ირანის ოპერაცია? ჩვენი დაზვერვა დაბეჯითებით აცხადებს, რომ ირანს არ აქვს და არ ცდილობს იქონიოს ბირთვული იარაღი. და ვინ იდგა რეალურად გადაწყვეტილების უკან? ვერ გავიგე, ვინ იღებს ომის დაწყებაზე გადაწყვეტილებას, ვინ მართავს ამერიკას. ჩემი დაკვირვებით ეს ისრაელის ლობია და ტრამპი მას წინააღმდეგობას ვერ უწევს. რატომ გადადგა დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი და დაბრუნდა თუ არა Deep State-ის გავლენები ვაშინგტონში? ტრამპი მახეში გაება, ხედავს, რომ ირანს ვერ ამარცხებს და უკან დახევაც არ შეუძლია. ტრამპის მიერ დაფინანსება შეწყვეტილი ნედის ახალი სიცოცხლე. უარს ვამბობთ ნედისთვის დაფინანსების შეკვეცაზე, რითაც თეთრ სახლს მკაფიო სიგნალს უგზავნით. და ამბიციური გეგმები მსოფლიოს მასშტაბით, არაფორმალური გავლენების გასაძლიერებლად. მიხარია, რომ დემოკრატიას ამერიკის უსაფრთხოების იარაღად ისევ ვაბრუნებთ. სწრაფი მოქმედებაა საჭირო და ამას ნამდვილად მოაქვს წარმატება. რისი მაგალითიც მოლდოვა და სომხეთია. როგორ მუშაობს ცრუ პროპაგანდა საქართველოს წინააღმდეგ და ვინ ცდილობს ქვეყნის დასავლეთთან დაპირისპირებით პოლიტიკური და ფინანსური დივიდენდების მიღებას? თვითონ დგას იმ ნიადაგზე, რომელიც ბუნებრივად ეწინააღმდეგება ჩვენ ინტერესებს და ამ შემთხვევაში ამერიკის და დასავლეთის ინტერესებს ჩვენ რეგიონში. საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული საგარეო პოლიტიკა მთავარია მშვიდობა და კავკასიის სამი ქვეყნის ერთადდგომა. საქართველომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა არც ერთ გარეთ ძალას კონტროლის ბერკეტი არ უნდა მისცენ, თორემ უკრაინის მსგავსად პროქსი ომში აღმოჩნდებიან. გარე ძალების და შიდა აგენტურის ორკესტრირებული შეტევა ქვეყანაზე გავლენის მოსაპოვებლად. სანქციები ცოტა, უფრო მეტია საჭირო. რატომ აყენებს ოპოზიცია ქვეყანას არჩევანის წინაშე? ორცხენზე ბრძომა კიდევ უფრო წარმოსადგენია, ვიდრე ის, რომ თან ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავდეს კიდევ უფრო ზედა დონეზე და თან ამბობდნენ, რომ ამერიკასთან გინდა გადათვირთვა ეს. და აქვს თუ არა საქართველოს შტატების მსგავსად ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის უფლება? თუ ამერიკელებს ან ევროპელებს ჩვენ არ უნდივართ, აგერ არსებობს მესამე გზა და ალტერნატივა. ეხლა ეს ალტერნატივა სინამდვილეში არ არსებობს. შაბათს 21 საათსა და 30 წუთზე. დოკუმენტურ ფილმში წითელი ფარნები ნაცკლასტერის ფანჯრებში.